მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. სურს ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ საჯაროდაც აღიარა, რომ რიგგარეში არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეში არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ 2028 წლის 28 ოქტომბერს, განაცხადა პრემიერმა. ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით და განაჩენი, რომელიც დადგა მის მიმართ წლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. ამის შესახებ პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, როგორც ის აღნიშნავს, ამდენი წლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განაჩენის საკითხის დაყენება საქმეზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჭიანურებული, კატეგორიულად მიუღებელია და შესაძლოა შეფასდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების მანიპულაციად. წარდგენილ ბრალდებაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დადანაშაულება და გენერალური პროკურორის გამართლება იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა კურირებდა ამ საქმეს, პადევს ბევრ კითხვის ნიშანს და აღიქმება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნაც, რაც დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, აცხადებს პაატა დავითაია. მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. ყაველაშვილის პრესამსახურის ცნობით პირისპირ გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საუბრეს. შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ქართულმა ოცნებამ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოშია. ამის შესახებ ჯგუფის ფარი ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ. როგორც თავდგირიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე აღნიშნა, ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს ზეწოლა საზოგადოებაზე, რადგან რაც გაზდით ყველაფერს აკეთებენ და კიდევ მეტსაც შეძლებენ. გაზდით ყველაფერს გააკეთებენ და არასაკმარისად აკეთებენ. ვფიქრობ, ქართული ოცნება ტემპს ჩამორჩება, ზარმაცობენ. უფრო მეტიც შეუძლიათ, რომ უფრო სიღრმისეული პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას. უნდა ვთქვათ, რომ თუ ვებრძვით დიქტატურას, მაშინ იურიდიულ აქტებზე, კანონებზე, არჩევნების ჩატარება, არ ჩატარებაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა თუ როგორ დავამხოთ დიქტატურა, განაცხადა თავდგირიძემ. მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2,82,482,000 ლარს, რაც შარშადელთან შედარებით თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. მინდა გაცნობოთ, რომ მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები, ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 მილიონი ლარის დონორული დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს წარედგინება 10 დეკემბერს, აღნიშნა კალაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჭირებს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურის ინფორმაციით თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული აფ და 1995 წელს დაბადებული რგ დიდი ოდენობით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებული ნმ-ს, რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში 50,000-მდე ამერიკული დოლარის ოდენობით. პოლიციამ აფ და რგ ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის აკრძალვა ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლო შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მობილური ტელეფონების სასამართლო დარბაზში შეტანის რეგულაცია ყველას თანაბრად ეხება. როგორც ასათიანი წერს, ადვოკატებისთვის დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ოფიციალურად მიუმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისათვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა. ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ისეთ განმარტებას, ან და ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანი, წერს ასათიანი სოციალურ ქსელში. ჩვენი მთავარი მიზანი არის არა ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, არამედ ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა. დარახველიძის განმარტებით ჯარიმების გაზრდის მთავარი ინტერესია არ მოხდეს ავარიები გზებზე. თუკი პარლამენტის მოსაზრებაა, რომ რომელიმე ჯარიმა არის არაადეკვატური, ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არც ერთი ამოღებული ჯარიმა არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე ნაწილდება. შესაბამისად, ჩვენ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები, განაცხადა დარახველიძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროსკოპის რედაქტორის თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხებად მიგვაჩნია, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში სტივენ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს. კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება, განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და განადგურების შეჩერებაა. ამასთან ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალ გეგმაზე, რომლის მიზანიც მედიის ინფორმაციით უკრაინაში ომის დასრულებაა. უკრაინა შორმანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს. შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ. უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორმანძილზე მოქმედი რაკეტების, როგორც ჩვენ მათ ტექნიკურად ვუწოდებთ პროექტების განსახორციელებლად. უკრაინის არმია იარაღის ასეთი სისტემებით აღიჭურვება, აღნიშნა მერცმა. ამასთან მას რაკეტების რაოდენობის ან მათი მიწოდების ვადების შესახებ დეტალებზე
არ უსაუბრია. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებსა და შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიგნალი გაუგზავნა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს რუსეთთან ომის შესაწყვეტად ამერიკის მიერ შემუშავებულ ჩარჩოს, რომელიც კიევის მხრიდან ტერიტორიებისა და შეიარაღების ნაწილის დათმობას ითვალისწინებს. წყაროების თქმით, ამერიკის მიერ შემუშავებული წინადადება სხვა ყველაფერთან ერთად უკრაინის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც ითვალისწინებს. მათი ცნობით ვაშინგტონს სურს, რომ კიევი ძირითად პუნქტებს დათანხმდეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.